მე ვარ ანდრია ჩაგანავა 11 წლის. სწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 2 წელია ვთამაშობ ბათუმში. ჩემი მწვრთნელია დათო ჭურკველიძე. ის არის შვიდი და თავის საქმეს მცოდნე. მე ვთამაშობ ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიციაზე. ზოგჯერ ვთამაშობ თავდასხმაში და ვარ სტრაიკერი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების გაკეთება და დაცვაში დახმარება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ტექნიკა და დარტყმა შორიდან. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით თამაში და თავი დარტყმა. როგორც ყველა ფეხბურთელს მიყვარს გოლის გატანა და მაქვს 36 გოლი გატანილი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი ჯარიმა იყო და მარჯვენა ცხრიანში გავიტანე. ეკარე გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი ვერ მოხსნა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ლუკა მოდრიჩი და საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. მამიკო მეუნება ზოგჯერ ლუკა მოდრიჩ გავხარო. უკვე მქონდა 100-მდე შეჯიბრება. ყველაზე კარგად მახსოვდა ბათუმისთან მატჩი და 4-3 მოვიგეთ. მაგ თამაში გავიტანე 3 გოლი და ვიყავი საუკეთესო. მე 9 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. მაგამდე მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთ წარმომადგენია. კარიერას დავიწყებ დინამო ბათუმში, მერე გადავალ მანჩესტერ იუნაიტედში, მერე PSG-ში და რეალ მადრიდში დავამთავრებ კარიერას. ფეხბურთის თამაში ვაპრიებ 41 წლამდე. კარიერის დასრულების მერე გავხდები PSG-ს მწვრთნელი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან იქ არიან თბილი ადამიანები და ძალიან კარგად მექცევიან. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის იოვანე კაშია. ყველაზე ჭკვიანი არის მარია ბულაძე. ყველაზე მშვიდი არის ანი მეფარიშვილი. ყველაზე ცელქი არის ალექსანდრე ვანაძე. მე ვარ ყველაზე ცელქი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, რადგან ჩემი საბერეში გოგო არ გამოჩენილა. ცოტს რომ მოვიყვან, ვიქნები 19 წლის. შვილებს დავარქმევ გიორგის და ნინის. ჩემი საყვარელი საგანია რუსული. რუსულის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ინგლისური. საყვარელი მასწავლებელი არის დალი დადაშიძე, რადგან გაქვეთის კარგად გვიხსნის და ბავშვებს არ გვიყვირის. ეხლა მინდა ვიყო 5 წლის, რადგან ბავშვობა მომენატრა. ადრე ბავშვები კარგად ერთოვოდი და ის რომ მომენატრა. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ბებია და მამიდა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 14 წლის და ქვია დათუნა. ის არის ჩემსავით სიმპათიური, სერიოზული და ზოგჯერ ნერვების მომშლელი. ნერვს მიშლის, როცა მეუფროსება. ჩემი აზრით დათუნა რო გაიზრდება, გამოვა კარატისტი. მამიკო არის შრომელი, კეთილი და განათლებული. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხაჭაპური. ჩემი რიცხველი ალბათ ყველაზე გემრიელი გააკეთებს ღომს. მე ასევე მიყვარს ხატვა და დავჯოდი ხატვის წრეზე. ყველაზე ხშირად ვხატავ პორტრეტებს, მიყვარს ეკლესიის დახატვა და სახლების დახატვაც მიყვარს. ჩემი აზრით ყველაზე რთული არის მთის დახატვა და ადვილი არის სახლის დახატვა. ვაგროვებ ჩემს ნახატებს, იმიტომ რომ გავიზრდები და ვათვალიერო ჩემი ნახატები და გავიხსენო ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 8 წლის ასაკში. მომწონს რომ ვიზრდები, მაგრამ უკვე მენატრება ბავშვობა. ჩემი საყვარელი ფერი არის წითელი და არ მიყვარს შავი, იმიტომ რომ ძალიან მუქია და ამძიმებს ნახატებს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ყველაზე კარგი ფეხბურთელი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი მადრიდში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რო შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 90-იან წლების საქართველოში. ვის ერთად ცხოვრობდა უკაცრიელ კუნძულზე. მაგალითად მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი ჩემს მეგობარ გიორგი გაბაიძესთან ერთად. ბედნიერება არის ბოლო წუთზე გამარჯვების გოლის გატანა და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.